ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ენერგეტიკის განვითარების 10 წლიან გეგმაზე ისაუბრა. აღნიშნულ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა პირველ ფაზაზე, რომელიც გულისხმობს მზის ქარისა და ჰიდროენერგიის კუთხით 4000 მეგავატის სიმძლავრის დამატებას, რაც შეეხება მეორე ფაზას 2022-2026 წლამდე ჯამურად უნდა დაემატოს 2750 მეგავატამდე. ამ შემთხვევაში აქცენტი უკვე გაკეთდება მსხვილ ჰესებზე. ჩვენც როგორც სახელმწიფოს მჭიდროდ გვიწევს თანამშრომლობა კერძო სექტორთან იმისთვის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც სახელმწიფო იღებს, სრულად უნდა ემსახურებოდეს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას და ეს რა თქმა უნდა თანხმედრაში უნდა იყოს ინვესტორების ხედვასთან. 10 წლიანი გეგმა სრულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციის თვალსაზრისით თვითმყოფადობის უზრუნველყოფას. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ის არაერთჯერადი შეხვედრა, რომელიც შედგა სახელმწიფო სექტორსა და კერძო სექტორს შორის, სადაც განხილული იყო ყველა კრიტიკული თემა, რომელიც აწუხებს სექტორს და ძალიან სწრაფი იყო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. საბოლოო ჯამში ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება არაერთი აშენებული ჰიდროენერგეტიკის მზის მიმართულებით და ქარის მიმართულებით პროექტები. დღეს ვხედავთ, რომ არის აქტიური მოძრაობა იმ ძველი პრობლემების მოგვარება, რომელიც წლების განმავლობაში დაგვიკროდა. იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელიც ინდივიდუალურად შეიძლება პროექტების მიხედვით საჭიროა, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს და ამ შემდეგ. ამიტომ გაჩერებული სექტორი გადადის აქტიურ მოძრაობაში და აქტიური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს ის ინვესტიციები, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს და ყველაზე მთავარი მიზანი, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება საკუთარივე ენერგორესურსებით მივახციოთ.